მოვიდა ის რაღაცა საშინელი სისწრაფით მანქანა და დაეჯახა ბავშვს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში მცხოვრები ვეფხია ყორიაულის 16 წლის ვაჟი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 26 ივლისს გარდაიცვალა. შემთხვევა მცხეთაში მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა დასასვენებლად ხევსურეთში მიდიოდა. ოჯახის წევრების თქმით მას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილით პოლონეთის საერთოს წარმომადგენელი დიპლომატიური პირი დაეჯახა. ავტობუსით მიდიოდით ბარისახოში, გაჩერდა ავტობუსი და მე და ჩემი დედაშვილი უშიშა გადავედით მაღაზიაში გზის მეორე მხარეს წყლის საყიდლად. უშიშა გამოვიდა ჩემზე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიიდან. ჩემი და იჯდა ავტობუსში ფანჯარასთან და პირდაპირ უყურებდა უშიშას. ანუ თვითონ პროცესი როგორ დაეჯახა მანქანა და რა მოხდა დაინახა ყველაფერი. ჩემი და ყვება რომ ძალიან დიდი სისწრაფით მოდიოდა მანქანა, უშიშა იდგა ნაპირას თეთრი ხაზის იქით მხარეს, ნაბიჯიც არ ქონდა გადამოდგმული და მანქანა დაეჯახა. 1 საათის შემდეგ უშიშა ყავდათ გზაზე გაჩერებული დაახლოებით 2 საათს არ მიყავდათ და ჩვენ პრეზიდენტი 1 საათის შემდეგ მოვიდა და კითხა რით შეგიძლიათ დაგეხმაროთ ან რაღაცა ეგეთი და ჩვენ ვთხარით წაიყვანეთ უშიშამ, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს გააჩერეს გზაზე და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა არის გამორიცხული და ექსპერტის დასკვნის თანახმად საუბარია იმაზე, რომ მძღოლი იცავდა საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის ყველა მოთხოვნას და აღნიშნული შეჯახება გამოწვეული იქნა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ თლად ესე არ იყო, ვინაიდან იქ არსებობს გარკვეული მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ექსპერტმა მხედველობაში არ მიიღო. საქმე გვაქვს დიპლომატიურ წარმომადგენელთან, რომელსაც იცავს საერთაშორისო იმუნიტეტი. როგორც ოჯახის ადვოკატი განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომობილი 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. რაც შეეხება მოპასუხე მხარის ჩვენებას, იქ ნათქვამია, რომ 16 წლის უშიშა ყორიაულმა მოულოდნელად გზაზე გადაირბინა, რა დროსაც შეჯახება მოხდა. თუმცა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ. ეს საქმე არის შეკერილი რა. ბავშვი იდგა და მითითებული არის იმ ექსპერტიზის დასკვნაში, რომ 60 კმ-ით მოდიოდა და 15 მეტრაზე გაისროლა ბავშვი. და შემდეგ 25 მეტრის იქით გააჩერა მანქანა. უწერია, რომ 10 მეტრაზე რომ მოვიდა, ბავშვმა გადმოდგაო ნაბიჯიო. აი ესე უწერია იმას. და ბავშვი გაისროლა 60 კმ/სთ მომდინარე მანქანამ 15 მეტრზე. ეს ხო უაზრობაა. გაამართლეს, იცავს ამას იმუნიტეტი, გაამართლეს და გაუშვეს ქვეყნიდან. 60 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავ, მაშინ ნეტა მართლა ემოძრავა, ეს შემთხვევა ხომ არ მოხდებოდა. რაღაცა დაუშავდებოდა, ამ ბავშვს ცოცხალი იქნებოდა და მიხვედავდით. პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები უბედური შემთხვევის შემდეგ ოჯახთან სამძიმრის სათქმელად მივიდნენ. მას შემდეგ პოლონეთის მხარესთან დაკავშირება ოჯახმა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. როგორც აღმოჩნდა, ეს მანქანა იყო პირადი მოხმარების ამ დიპლომატიური პერსონის და ეს მანქანა დატაბელებული იყო ეგრეთ წოდებული ამ საელჩოს ნომრებით, ანუ ნომრები იყო დიპლომატიური, ხოლო ავტომანქანა საკუთარი. პოლონეთის წარმომადგენლობამ პასუხი არ გამცა დღემდე ჩემს მიწერილ კითხვებზე, სადაც ნათლად წერთ და ვითხოვთ, რომ გარკვეული პასუხები მივიღოთ, თუმცა დღემდე არანაირი გამოხმაურება ამ ფაქტთან დაკავშირებით არ არის. გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ. რას ვითხოვთ და გამოძიების სწორად ჩატარებას? ის მძღოლი რომ დაისაჯოს და მოეთხოვოს პასუხი. ბავშვი არის უდანაშაულო, მეტი მე არაფერი არ მიათორე, შვილს ვერავინ ვეღარ გამიცოცხლებს მე. ამას რა ხამს იმუნიტეტი იცავს, ყველაფერზე იცავს ეს იმუნიტეტი, ესე ხო არ შეიძლება რა.